გამარჯობათ. გაკვეთილის დაწყების წინ, როგორც ჩემი რჩევა, შეგიძლიათ ცოტა დააპაუზოთ და ცოტა ეკითხოთ. ხოლო ვისაც ეს ახსოვს, მას თავადაც ბლეს პასკალის ის გამონათქვამით წაიკითხოს და ჩვენ გადავიდეთ მოდელ გაკვეთილს. გაკვეთილის თემაა მექანიკური ენერგია. ერთი მესამე გაკვეთილი, მერვე კლასის მასალა არის ეს. წიგნი არის ქეთევან ტატაშვილის. პირველი გამონათქვამი ესეთი ენერგია მუშაობის შესრულების უნარი, როგორც ეს არის, ხო? და აღწერილი აქვს ფრინავი ხალიჩა, რომელიც საში მიფრინავს, ხო? ერთი რამე შეიძლება ზღაპარში მოხდეს, რომ სინამდვილეში ხალიჩას თავისთავად ეფრენა არ შეუძლია, ხო? ანუ მუშაობის შესრულების უნარი, რომელიც ხალიჩას სიმბინის დაზერა მოხდება, ხალიჩას არ გააჩნია. და მოდით თქვათ, დავსვათ ასეთ კითხვა, როდის აქვს სხეულს მუშაობის შესრულების უნარი? ხო, ვამბობთ, რომ თუ სხეულს აქვს მუშაობის შესრულების უნარი, ესე იგი მას აქვს ენერგია. რა არის ენერგია? ენერგია ეს არის მუშაობის შესრულების უნარი, ეს დავამახსოვრეთ. ფიზიკური სიდიდეა და მისი ზომა, ანუ ენერგიის ზომა იგივეა რა თუ რა მუშაობის შესრულება შეუძლია, ხო? რომლის შესრულებაც შეუძლია ამ სხეულს. იმდენი ენერგია აქვს ზუსტად, ანუ განისაზღვრება ენერგია იმ მუშაობის ზომით, რა მუშაობის შესრულებაც შეიძლება სხეული. ენერგია ისევე როგორც მუშაობა იზომება ჯოულებით, ვინაიდან ეს ეკვივალენტურია, ხო, მუშაობა და ენერგია ერთმანეთს. ეხლა ჩვენ მექანიკური ენერგიის სახეებს ვსწავლობთ, ის ენერგია ბერნაირია, როგორც ვიცით, სინათლის ელექტროენერგია, ხო, ბგერის ენერგია, სიტყვური და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ მექანიკურ ენერგიას. ეხლა ამჯერად და მექანიკური ენერგიის ორ სახის განხილვა. პირველი ეს არის კინეტიკური ენერგია. ეს არის ენერგია, რომელიც სხეულებს აქვს მოძრაობის შედეგად. ახლა რამოდენიმე ცდა არის აქ აღწერილი და ვინაიდან განმარტივი ცდები აქვს, მე შეგიძლიათ ეს ცდები ჩაატაროთ თქვენ თვითონ, ხო? მაგალითად, ხის მსუბუქი ძელაკი. ასანთის კოლოფი აიღეთ და ბურთი, ხო? გააგორეთ ეს ბურთი იატაკზე და დაუხვედრეთ წინ ეს ასანთის კოლოფი. ბურთი ასანთის კოლოფი დაეჯახება და ალბათ რაღაც გარკვეულ მანძილზე გადაადგილებს, ხო? ანუ მუშაობა შეასრულებს. ესე იგი, აი როგორ მოახერხა ბურთმა მუშაობის შესრულება? ესე იგი, იმის გამო, რის გამო მოახერხა? იმის გამო, რომ მოძრაობდა, ხო? რომ არ ემოძრავეს, გაჩერებულ ბურთს არ შეუძლია არა ესეთი რამის გაკეთება და ამიტომ ვამბობთ, რომ მოძრავ სხეულს, მოძრავ ბურთს აქვს მუშაობის შესრულების უნარი, ესე იგი, თუ წინ რამე დახვდება, იმას გადაადგილებს, ან მუშაობა შეასრულებს. ესე იგი, მარტო ფაქტის გამო, რომ სხეული მოძრაობს, მას უკვე აქვს ენერგია და მოძრაობის ამ სახეს ქვია კინეტიკური ენერგია. ესე იგი, კინეტიკური ენერგია ეს არის მოძრაობის ენერგია. ხომ ასეთი ენერგია აქვს ქარს, მაგალითად დინარეს, ხომ ჩამოთვლილია მოძრავ ავტომობილს გასულ დღეს და ასე. ახლა შემდეგი ცდა არის, აქედან მეჩვენებ, ეს არის ცდა 2, ხომ აღწერილი დახრილ სიბრტყეზე. ხო, დახრილი სიბრტყე თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაამზადოთ, აი თქვენი წიგნი რო აიღოთ, ეს ფიზიკის წიგნი და ქვეშ რა მოუდოთ რაიმე ცოტა სქელი წიგნი რა და უკვე მიიღებთ დახრილ სიბრტყეს, ხო? იქ სხვადასხვა მანძილიდან შეგიძლიათ დააგორო პატარა ბურთულა, ხო, თქვათ ლითონის ბურთულა გაქვს და დააგორო ეს ბურთულა. ჯერ ერთი სიმაღლიდან, მერე უფრო დაბლიდან დააგორე, მერე კიდევ უფრო დაბლიდან, ხო? და ნახე თუ როდის შეიძენს უფრო მეტ სიჩქარეს. დაინახავთ აი ფუძესთან, რომ ჩამოვა აქ აი ეს მართკუთხედი რო არის დახატული, ხო, ამასთან ეს ფუძესთან რო ჩამოვა, როდის იქნება მეტი სიჩქარე. მეტი სიჩქარე, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი სიმაღლიდან დავაგორებთ, უფრო მეტი სიჩქარე ექნება, ხო? და აი დაინახავთ რომ დაუხვედროთ გზაზე მე ისევ პატარა ზომის რაიმე ტვირთის სხეული, აი ქაღალდისგან გაკეთებული რაღაცა ესეთი სუბუქი, ხო? ის დაეჯახება ეს ბურთულა, გიგებთ თუნდაც ასანთის კოლოფი და გადაადგილებს ამას, ხო? და რაც უფრო დიდი სიმაღლიდან ჩამოაგორებთ ეს მით უფრო შორს გადაადგილებს. ანუ რაც უფრო დიდი სიჩქარე ექნება, მით უფრო მეტ მუშაობას შეასრულებს, ასე შეგვიძლია თქვა. ესე იგი, მოძრავი სხეულებიდან, ხო, სხეულს აქვს მუშაობის შესრულების უნარი და ეს მუშაობის შესრულების უნარი მით უფრო მეტია, რაც უფრო დიდია ამ სხეულის სიჩქარე. ანუ სხეულს როგორც თქვით, იმის გამო რომ მოძრაობს აქვს კინეტიკური ენერგია და ეს კინეტიკური ენერგია დამოკიდებულია სხეულის სიჩქარეზე. მით მეტია, რაც უფრო მეტია სხეულის სიჩქარე. აგრეთვე ეს კინეტიკური ენერგია დამოკიდებულია სხეულის მასაზე. აქ ასევე ცდა არის, ესე იგი, ჩასატარებელი, ხომ, რომ დააგოროს სხვა მასის ბურთულები, ხო, სხვა მასის ბურთულა რო დააგოროთ, ხო? ერთი დაუშვათ ლითონის ბურთულა შეიძლება იყოს, მეორე არ იყოს ლითონის და პლასმასის იყოს, ან რეზინის ბურთულა იყოს, სხვა მასის რო იყოს, ხო და ხომ დაინახავთ რომ ფუძესთან ორივეს ერთდროულად სიჩქარე ექნება რა ნების მასაზე არა დამოკიდებული
მოიგეთ, რა ერთი და იგივე სიმაღლედან თუ დააგორებთ, ერთი და იგივე სიჩქარე იქნება ფუძესთან, მძიმე ბურთულასაც და მსუბუქსაც. მაგრამ აი თუ რამეს დაახვედრებთ იმ ფუძესთან, ხო, ის მძიმე ბურთულა უფრო შორს გადაადგილებს, უფრო მეტ მუშაობას შეასრულებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს უფრო გასაგები რო იყოს, აი წარმოიდგინეთ, რომ ორი ავტომობილი, ხო, მსუბუქი ავტომობილი და დიდი სატვირთო ტრეილერი მიდიან ერთი და იგივე სიჩქარით. ერთნაირი სიჩქარით მიდიან. და აი რამეს რო დაეჯახონ, ერთი და იგივე რაღაცას რო დაეჯახონ ორივე, ხო? რომელი უფრო მეტ ზიანს მიაყენებს იმას, რასაც დაეჯახება. რა თქმა უნდა, დიდი ავტომობილი, არა, მას უფრო მეტი მუშაობის შესრულება შეუძლია, მეტი ენერგია აქვს. ესე იგი, კინეტიკური ენერგია, ესე იგი, მოძრაობის ენერგია ამრიგად დამოკიდებულია როგორც სიჩქარეზე, ასევე დამოკიდებულია სხეულის მასაზე. აქვე დაგიწერთ მე ამ ფორმულას, რომლითაც გამოითვლება ეს კინეტიკური ენერგია, საერთოდ ამ ფორმულის გამოყვანას ვისწავლით მე-9 კლასში, ამჯერად არ ვისწავლით, ხო? უბრალოდ ფორმულას ვისწავლით რა. გამოყვანას მე ვისწავლით, ხო? მე-9-ში, იმიტომ რომ მე მათემატიკა უფრო მეტი გვეცოდინება და უბრალოდ გავიგებთ ამის გამოყვანას. და ფიზიკაც მეტი გვეცოდინება. ხო, მასთან სხეულის კინეტიკური ენერგია სხეულის მასაზე და სიჩქარეზეა დამოკიდებული და როგორ არის დამოკიდებული? ესე იგი, კინეტიკური ენერგია, ესე იგი, ეს არის ენერგია კინეტიკური, ტოლია, მასა, სხეულის მასა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე და გაყოფილი 2-ზე. всё. მასა სიჩქარის კვადრატის ნახევარი. ეს არის სხეულის კინეტიკური ენერგია. ხო, დამოკიდებულია მასაზე და სიჩქარეზე, როგორც ვთქვით. კარგით, მოდით ახლა გავაგრძელოთ, ხომ? 24 პოტენციური ენერგია, ენერგიის მეორე სახე, ეს არის პოტენციური ენერგია. ახლა ბურთი რო დაიკავო რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე. აი ბურთი გიჭირავს ხელში, ხო? გიჭირავს ხელში ეს ბურთი. შეუძლია თუ არა ამ ბურთს შეასრულოს მუშაობა. ხო? აი რო ხელი გაუშვა, ისე რომ იატაკზე დაახვედრო რაღაცა, რომ ეს ბურთი დაეცეს დაბლა, მაგალითად იგივე ასანთის ყოლობს. ამ ასანთის ყოლობს სადღაც გადააგდებს ეს ბურთი, ცოტა, ადგილს შეუცვლის, არა? ან შეიძლება ჩაჭყლიტოს კიდეც რაღაც ცოტა დეფორმაციასაც მიცემს. ხო? ესე იგი მუშაობა შეასრულებს, არა? ესე იგი რა გამოდის, რომ რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე თუ გვაქვს ჩვენ აწეული სხეული, ატანელი სხეული, მას აქვს მუშაობის შესრულების უნარი. ანუ გააჩნია ენერგია. ხო, რის გამო აქვს ენერგია ამ აწეულ ბურთს? იმის გამო, რომ მას დედამიწა იზიდავს, ხო? დედამიწა რო არ იზიდავდეს, ეს ბურთი რო გაუშვებ ხელს, სადაც არის, იქ დარჩებოდა იმ ფაერში. არ ჩამოვარდებოდა დაბლა. დედამიწა რო იზიდავს, იმიტომ ვარდება. და იმიტომ აქვს მუშაობის შესრულების უნარი, ესე იგი პოტენციური ენერგიაც სწორედ იმიტომ აქვს, რომ დედამიწა იზიდავს მას. ამრიგად, ნებისმიერ სხეულს, რომელიც რაღაც გარკვეულ სიმაღლეზეა აწეული, ხო? ნულოვანი დონიდან, აქ ამბობენ ნულოვანი დონიდან. აი ხო, რას ნიშნავს ეს? ნულოვანი დონე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერად შევარჩიოთ რა. აი მაგალითად, ეხლა აი კალამი დევს ჩემს მაგიდაზე, ხო? ჩემი კალამის სიმაღლე იატაკიდან, თუ მე იატაკს ავიღებ ნულოვან დონით, არის სადღაც 1 მეტრი. მაგრამ ნულოვან დონეს ახლა მე თუ დედამიწის ზედაპირს ავიღებ, მე მე-4 სართულზე ვარ, ხო? ამ კალამის სიმაღლე ხო დედამიწის ზედაპირიდან იქნება სადღაც 12 მეტრი. ზღვის დონეს თუ ავიღებ ნულოვან დონით, კიდევ უფრო მეტი იქნება ეს სიმაღლე, ხო? ხოლო თუ ახლა ნულოვან დონით მაგიდის ზედაპირს ავიღებ, იქ საერთოდ სიმაღლე 0 იქნება, იმიტომ მაგიდაზე. ხომ მარშალსადამი ამ ნულოვანი დონიდან, ესე იგი ნებისმიერად შერჩეული დონიდან, საიდან სიმაღლეს ვითვლი, ხომ? აი დედამიწის ზედაპირიდან, იატაკიდან, მაგიდის ზედაპირიდან და ამავდროულად გარკვეულ სიმაღლეზე აწეულ სხეულს მუშაობის შესრულების უნარი იმ შემთხვევაშიც კი აქვს, თუ იგი უძრავია. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ სხეულს პოტენციური ენერგია აქვს. აი მაგალითად ვარშავს, რომელიც ტოტზეა შერჩენილია, ხო? მას აქვს პოტენციური ენერგია, ხო? აი წყალი, ხედავთ, აქ შორაზე არის უზარმაზარი მასა წყლის, კაშხალში არის დაგროვებული. ამ წყალს აქვს პოტენციური ენერგია, ესე იგი შეუძლია დიდი მუშაობა შეასრულოს, რომ გაანთავისუფლოს ეს წყალი, ჩამოვიდეს, ხო? დაატრიალებს იმ ტურბინებს და ტურბინებს და შეასრულებს მუშაობას და ასე მოიპოვებენ სწორედ იმას, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიას, გარდაქმნას ხდება მექანიკური ენერგიის ელექტროენერგიას. კარგით, ამრიგად სხეულს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ კინეტიკური ენერგია, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოტენციური ენერგია, მაგრამ ხშირად სხეულს ორივე სახის ენერგია აქვს და აქ გვეუბნებიან, რომ დაასახელეო მაგალითებიო, რომ აი მარტო ერთი სახის ენერგია აქვს, ამ კინეტიკური, ამ პოტენციური, ხო? აი მაგალითად ბურთი მიგორავს, ხო? მას აქვს მხოლოდ კინეტიკური ენერგია, ხო? აი ბურთი გიჭირავს ხელში, მას აქვს მხოლოდ პოტენციური ენერგია.
მაგრამ ამ ბურთს თუ დაარტყავ და ეს ბურთი მიფრინავს ჰაერში, მას ორივეა, კინეტიკური სახით და პოტენციური ერთდროულად. ხომ? პოტენციური ენერგია აი აქ ახლა უნდა შევავსოთ სიტყვები, ხომ? რაც უფრო დიდ სიმაღლიდან ჩამოაგდებ ამ ბურთს, ხო, მით უფრო მეტი მუშაობა შეასრულებს, ხო, რა თქმა უნდა, რა. ესე იგი, შეგვიძლია დავწეროთ აქ, რომ გამოიტანე დასკვნა, ეს სხეულის პოტენციური ენერგია მით უფრო მეტია, რაც მეტია სიმაღლე, რომელიცაც ნულოვანი დონიდანაა სხეული ატანილი და რაც მეტია სხეულის მასა. ხო, ეხლა ფრენბურთის ბურთი უფრო მეტ მუშაობას შეასრულებს ერთი და იგივე სიმაღლიდან თუ კალათბურთის ბურთი, ხო? კალათბურთის ბურთი ხო უფრო მძიმეა, ხო მეტი მასიურია და ის უფრო მეტ მუშაობას შეასრულებს, რა თქმა უნდა. ესე იგი, მასაზეა დამოკიდებული ესეც და სიმაღლეზე, მასაზე და სიმაღლეზე. აქ ხო ჩავწეროთ აი ფორმულა, რითიც გამოვხლით ხოლმე პოტენციური ენერგიას, ხო? პოტენციური ენერგია ვინაიდან მასაზე და სიმაღლეზე დამოკიდებული და ძირითადად გამოწეულია სწორედ აი დედამიწის ზედაპირიდან ხარშ სიმაღლეზე აწეული სხეულის პოტენციური ენერგია, პოტენციური, შეგვიძლია გამოვთვალოთ დედამიწის მიზიდულობის ძალა გამრავლებული, ანუ mg, გამრავლებული იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზე სხეული გვაქვს აწეული mg-ჰ. აი ესე იქნება სხეულის პოტენციური ენერგიის გამოსაცვლელი ფორმულა. თუ ეს სხეულს პოტენციური ენერგია იმ შემთხვევაში აქვს, ესე იგი იმ შემთხვევას განვიხილავთ, როცა რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე აწეული ნულოვანი დონიდან. ეხლა მე შემდეგი შემთხვევა, როდესაც კიდე სხეულს შეიძლება კონდეს პოტენციური ენერგია, ხო? შეხედეთ აი უყურეთ აქ ზამბარა არის და ბურთია, ხო? პატარა პინგ-პონგის ბურთი დაუშვათ. ეს ზამბარას რომ მიაწვე ამ ბურთი და შეკუმშვა. მე რომ ხელი გაუშვა ეს ზამბარა გაიშლება და ბურთი გადავარდება, ხო? ეს სათამაშო ისინი რო არის თოფები არა, ზუსტად ამ პრინციპით არის, ხო, აგებული არა, ზამბარა აქვს და ეს ზამბარა იკუმშება და მე ისვრის ამ ბურთს, ხო? ამრიგად ზამბარა სანამ შეკუმშულია ეს მუშაობას არ ასრულებს, მაგრამ მას აქვს მუშაობის შესრულების უნარი. ესე იგი, აქვს უნარი შეასრულოს მუშაობა, ანუ აქვს ენერგია და ენერგიის ამ სახეს ქვია პოტენციური ენერგია. ვინაიდან ეს ზამბარა ხვიები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, ხო? პოტენციური ენერგია არის ურთიერთქმედების ენერგია, არა პირველ შემთხვევაში დედამიწა ურთიერთქმედებს სხეულთან და მეორე შემთხვევაში, ხო, ამ განსხვავებულ შემთხვევაში ზამბარის ხვიები მოქმედებენ ერთმანეთთან. ხომ, შემდეგ აქვს თუ არა ზამბარას ჩვეულებრივ არადეფორმირებულ მდგომარეობაში მუშაობის შესრულების უნარი? არა აქვს. არადეფორმირებულ მდგომარეობაში შესრულების უნარი. ესე იგი, ასე დროს არ აქვს მას მუშაობის შესრულების უნარი, მაგრამ თუ მასში არ აღიძრება, ესე იგი, არადეფორმირებულ მდგომარეობაში თუ იქნება, მაშინ არ აქვს მუშაობის შესრულების უნარი. ეხლა ჩაატარე კვლევაო, ხო? დააკვირდი რა შემთხვევაში შეასრულებს შეკუმშული ზამბარა მეტ მუშაობას. ესე იგი, რაც უფრო მეტად იქნება დეფორმირებული ეს ზამბარა, რაც უფრო მეტად შეიკუმშება, ხო? მით უფრო მეტ მუშაობას შეასრულებს. აგრეთვე ზამბარას, როგორც ვიცით, სხვადასხვა სიხისტი შეიძლება იყოს. ხო, სიხისტი არის დეფორმაციის თვისების დამახასიათებელი სიდიდე, ხო? ნუ ზამბარა არის ახლა ჩვეულებრივ პასტას, ხო, საწერკალომსაც აქვს ზამბარა და ახლა ავტომობილის ამორტიზატორიც ზამბარა არის. ხო, მაგრამ ცხადე მათი სიხისტები ერთმანეთისგან განსხვავდება. რაც უფრო ხისტია ზამბარა, მით უფრო მეტ მუშაობას შეასრულებს ერთი და იგივე დეფორმაციის შემთხვევაში. აი მაგალითი განვიხილოთ, აი შეხედეთ შურდული აქ. მე-6 სურათზე ამ ბავშვს შურდული უჭირავს ხელში. შეხედეთ, რაც უფრო მეტად გაჭიმავს ამ რეზინას, რა თქმა უნდა, უფრო შორს გაისვრეს ამ ქვას. ანუ მეტ მუშაობას შეასრულებს. მეტი პოტენციური ენერგია ექნება. რაც უფრო გაჭიმული იქნება, რაც უფრო მეტად იქნება დეფორმირებული ეს რეზინი. ამასთან რეზინზეც ხო არის დამოკიდებული, არა? სხვადასხვა რეზინს სხვადასხვა სიხისტი აქვს და რაც უფრო მეტია რეზინის სიხისტე, მით უფრო მეტ მუშაობას შეასრულებს იგივე დეფორმაციის პირობებში. ხომ, ამრიგად ეს პოტენციური ენერგია, რომელიც დეფორმირებულ სხეულს აქვს, დამოკიდებულია დეფორმაციის სიდიდეზე და აგრეთვე დამოკიდებულია სიხისტეზე, სხეულის სიხისტეზე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სხეულსა და დედამიწას შორის ურთიერთქმედება გაქრა. ნუ მაშინ ზემოთ აწეულ სხეულს უბრალოდ არ ექნება პოტენციური ენერგია, იმიტომ რომ ეს მუშაობის შესრულების უნარი აღარ ექნება, ამარ ჩამოვარდება ციხე. ახლა ზამბარას რომ თქვათ არ აღიძრა იმ ზამბარაში დრეკადობის ძალა. თუ დრეკადობის ძალა არ აღიძრა და ხვიებს შორის ურთიერთქმედება თუ გაქრა ამ ზამბარის ხვიებს შორის, მაშინ არ ზამბარას არ ექნება ენერგია. მას არ ექნება უნარი, რომ შეასრულოს მუშაობა. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოტენციური ენერგია ეს არის ურთიერთქმედების ენერგია.
რომელიც ნულოვანი დონიდან ზემოთ აწეულ სხეულს ან დეფორმირებულ დრეკად სხეულს აქვს. კინეტიკური ენერგია არის მოძრაობის ენერგია, პოტენციური ენერგია არის ურთიერთქმედების ენერგია. ეს ორივე არის მექანიკური ენერგიის სახეები. აქ ახლა მეხუთე აქ არის მოდელია ნაჩვენები, უყურეთ. ბურთულები ერთმანეთთან არის ზამბარებით დაკავშირებული. თუ შევკუმშავთ ახლა ამ მოდელს, ხომ? მაშინ მას გაუშვება პოტენციური ენერგია, ხო? იმიტომ ამ ზამბარებს შორის აღიძვრება დრეკადობის ძალა. ხო და იქნება პოტენციური ენერგია. თუ გავჭიმავთ, ასევე აღიძვრება დრეკადობის ძალა ამ ზამბარების გამო ამ ბურთებს შორის და ამრიგად ასეთ დეფორმირებულ სხეულს, გინდა შეგომშულს, გინდა გაჭიმულს, ექნება მუშაობის შესრულების უნარი, ანუ ექნება პოტენციური ენერგია. ეხლა ნახოთ როგორ მოქმედებენ აირის მოლეკულები აირის შეკუმშვისას. აქ არის ნათქვამი, რომ აირის მოლეკულები მაგალითად შეკუმშულ ჰაერი რო შევკუმშოთ, სწორედ პნევმატურ ხელსაწყოებში, აი კისტის თოფი რო არის მაგალითად, ხო, შეკუმშული ჰაერის მეშვეობით ეს ისვრის ამ ტყვიას საკმაოდ შორს. არის პნევმატური იარაღები, რომელიც ზოგიერთი ცეცხლსასროლი იარაღს არაფრით ჩამოუვარდება, ისეთი ხარისხის არის და ისეთ შორს ისვრის ეს შეკუმშული ჰაერი ამ ტყვიას, ხო? გაზი, სპეციალურ გაზს იყენებენ ამისთვის. ზოგჯერ. ხო? აქ მაგალითებია მოყვანილი, ამრიგად სხეულებს თავისთავად მუშაობის შესრულება არ შეუძლიათ. მუშაობის შესრულების უნარი, ანუ ენერგია მხოლოდ მას შემდეგ უჩნდება, თუ მას სიჩქარეს მივანიჭებთ ამ სხეულს, ხო? ან დედამიწის ზედაპირიდან გარკვეულ სიმაღლეზე ავიტანთ. ან და კიდე შევკუმშავთ, ან გავჭიმოთ, ან დეფორმაციას მივანიჭებთ. მაშინ უჩნდება სხეულებს მუშაობის შესრულების უნარი, ანუ მაშინ აქვთ მათ უკვე ენერგია. ხომ, აი აქ არის სწორედ პნევმატური ჩაქუჩი, როგორ მუშაობას ასრულებს. ზუსტად მაგალითია ზუსტად ზამბარასავითაა აქ ამისი ხერხემალი, ხო? და გეპარდი 95 კმ/სთ ამითარებს ადგილიდან, რომელ მანქანაშეულა ეგეთია. ხო, აი კენგურუ, ხედავთ 12 მეტრამდე ხდება. ხო, სწორედ დრეკადობის ძალის გამოყენებით, ხო? და ეს არის სულ ჩვენი ეს გაკვეთილი. ხო. კარგით, ამით დავამთავრებთ, მოდით და წარმატებებით.